თათო და გვარი მაქვს ჭანტორია და 6 წლის ვარ. ჩემი სახელი და გვარი არის სესილი კირვალიძე და ვარ 9 წლის. ლუკა კირვალიძე და ვარ 9 წლის. რომ მოვედით მწვანე, ყვითელი და წითელი ფერი იყო. ჩვენ გამიკვირდა ეს რა იყო პროდუქტები უნდა გადაგვენაწილებინა, რომელი იყო ძვლებისთვის კარგი და რომელი იყო ძვლებისთვის ცუდი. საჭმელები უნდა დავდოთ, რომელიც კარგია ძვლებისთვის. ჯანსაღი პროდუქტები უნდა დაგვედო მწვანე ფიგურაზე, ყვითელ ფიგურაზე, რომელიც ცოტათი არის ჯანსაღი. აქ რომელიც ძვლებისთვის ძალიან ცუდი საჭმელია. ნუთ დავიწყოთ რძით. მე ეს დავსვამ მწვანეზე. რძე ჩვენ იმიტომ დავდეთ მწვანეზე, რომ ჩვენ ძვლებს ამაგრებს და კბილებისთვისაც კარგია. მე ავოკადოს დავდებ მწვანეზე. ავოკადო ჯანსაღია, იმიტომ რომ ის ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს. სოსიჯი მწვანეში. იმიტომ მიყვარს. თავზე მწვანეში. თავზე არის კარგი ძვლებისთვის თან თვალებისთვის. მე ორაგულს დავდებ ყვითელზე. მე თევზი იმიტომ დავდე ყვითელზე, რომ თან თვალებისთვისაც კარგია, მაგრამ თუ ბევრ შევჭამთ, ცოტა მუცელიც გვეთკინება. რძე ყვითელში, ყველი ზოგჯერ ყვითელში. ყველი არ მიყვარს და რძე არ მიყვარს სხვა და ყვითელში ჩავს. მაგრამ ძვლებისთვის კარგია. მაწონს დავდებ ყვითელზე. მაწონი რძის ნაწარმოებია, მაგრამ ხანდახან ცუდი მაწონებიცაა და ნაყიდი პროდუქტები უფრო ცუდია, ვიდრე აი სოფლიდან რომ მოგიტანენ ხოლმე. მე მარილს დავდებ ყვითელზე. ჩვენ მარილი ყვითელზე იმიტომ დავდეთ, რომ ჩვენთვის არ არის ჯანსაღი, თან ცოტათი ცუდია და არ შეიძლება რომ ის ვჭამოთ უმად. მარილი წითელში. იმიტომ რომ არ მიყვარს მარილი. და მე ყავას დავდებ წითელზე. ჩვენ ყავა წითელზე იმიტომ დავდეთ, რომ ჩვენთვის არის ძალიან ცუდი. მომეწონა ხო და თავეხმარა ფერები ყველაფერში. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა აქავრობა. უფრო კარგია რომ ფერები არის და ჩვენ უფრო ხვდებით რომელი სად უნდა დავდოთ და ძალიან მარტივია. ძალიან მაინტერესებს მარია ექიმის შეფასება. დადო აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემ შეფასებას, მით უმეტეს რომ ძალიან გამახარეთ სესილის, ლუკას და დადოს მიმართავ. როგორც წესი, მე ძალიან ყურადღებით უსმენ ხოლმე, რას გვიყვებიან ჩვენი სიუჟეტის გმირები და ძალიან ხშირად კიდევ უფრო ხშირად ვითვალისწინებ ამ ყველაფერს. დააკვირდით ალბათ, როგორი წინდახედულება გამოიჩინეს ბავშვებმა. განსაკუთრებით მივაქცია ყურადღება, როგორ ზრუნავს უსაფრთხოებაზე, მაგალითად, რამდენად ხშირად გაამახვილა ყურადღება პროდუქტის წარმომავლობაზე სესილიმ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებას შეეხო ლუკაც და თუ დააკვირდით, სესილიმაც და ლუკამაც რძის ნაწარმი მწვანე ზონაში მოათავსა და დაუკავშირა ძვლების და კბილების ჯანმრთელობას. შესაძლოა მათ არ იციან დეტალურად ეს მექანიზმები და არც უნდა იცოდნენ, რატომ არის მაგალითად რძის ნაწარმი კარგი ძვლების ჯანმრთელობისთვის ან კბილების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ის რომ ეს იციან და ამას ითვალისწინებენ და რაც მთავარია, ეს მოქმედებაშიც გვაჩვენეს, სიმართლე გითხრათ გამიხარდა. კიდევ უფრო საინტერესო და საგულისხმო ოჯახებისთვის და მშობლებისთვის მგონია რომ არის ბავშვების დამოკიდებულება ზოგადად საკვების არჩევანის მიმართ, რომელიც განსაკუთრებით გამოხატა დადუმ. დადუმ მაგალითად სოსისი მოათავსა მწვანე ზონაში. რატომ? იმიტომ რომ უყვარს.
და მაშინაც კი, როდესაც იცის რომ რძის ნაწარმი ძალიან სასარგებლოა ძვლების და კბილების ჯანმრთელობისათვის, ყვითელი ზონისკენ გააცუნცულა. რატომ? იმიტომ რომ მაინც და მაინც არ უყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახის პატარა წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი შეგრძნებები, მათი ემოციური დამოკიდებულება, ემოციური არჩევანი საკვებთან მიმართებაში. ისინი ხშირ შემთხვევაში ფერის და ცოდნის მიუხედავად ირჩევენ ისეთ პროდუქტებს და თვლიან სასარგებლოდ ისეთ პროდუქტებს, რომელიც უფრო მეტად მოსწონთ, უფრო მეტად უყვარს. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ეს უნდა იყოს ძალიან კარგი ორიენტირი. ეს უნდა იყოს ძალიან კარგი გაკვეთილი იმისთვის, რომ სასარგებლო პროდუქტები მეტად ვაქციოთ ჩვენი ბავშვებისთვის საყვარელ პროდუქტებად. სასარგებლო და ჩვენი შვილებისთვის საჭირო პროდუქტები უფრო გემრიელი, უფრო ლამაზი, უფრო სურნელოვანი. ყოველ შემთხვევაში ბავშვის გემოვნებისათვის უფრო მისაღები აღმოჩნდეს, რომ ბავშვმა შეიყვაროს, მოიწონოს და შემდეგ სწორედ მისი პირადი ემოციური დამოკიდებულება დაემთხეს იმ არჩევანს, რომელიც ჩვენ გაცნობიერებულად ხშირად გვაქვს ხოლმე ბევრად უფრო სასარგებლო პროდუქტებთან დაკავშირებით. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ამ რუბრიკამ უკვე გაამართლა თავისი დანიშნულება და არა უბრალოდ ის დაგვანახა, რომ საზოგადოებამ დიახ იცის კვებითი შუქნიშანი, რომ საზოგადოებამ შეიყვარა კვებითი შუქნიშანი და სხვადასხვა ასაკის ადამიანები პროფესიის მიუხედავად, თემის მიუხედავად ამაზე სიამოვნებით საუბრობენ, ასევე დაგვენახა რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ შუქნიშნის რომელი ფერია ჩვენთვის პრიორიტეტული, იმისთვის რომ ჩვენი ოჯახის ყველა თაობა იყოს უფრო კეთილგანწყობილ ურთიერთობაში საკვებ პროდუქტებთან, შესაბამისად საკვებ ნივთიერებებთან და შესაბამისად ჯანმრთელობასთან.